მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. როგორც ხედავთ, განსხვავებულ ამპლუაში შემოგიერთით დღეს. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ამანათებია. ალბათ ხედავთ, ესე გამოიყურება ეს ამანათები. საერთო წონა ამ სამივე ამანათის არის 6 კილოგრამი, ну მიახლოებით 6 კილოგრამი. ეს სამივე ამანათი ავიღე ერთდროულად ფოსტიდან, ანუ ფაქტიურად ერთად ჩამოვიდა ეს სამივე ამანათი GearBest-დან. როგორც ხედავთ, სამივე არის დარეგისტრირებული ამანათები, ესეც, აი ესა და ესეც. სამივე რეგისტრირებული, მოდიოდა რა თქმა უნდა ნიდერლანდების პოსტით, ჩამოვიდა დაახლოებით 11 დღეში გამოგზავნის დღიდან. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდებია, ფაქტიურად ესეთი ამანათები მე ერთდროულად ასეთი წონის, ანუ დაახლოებით 6 კილოგრამია, ესეთი წონის ამანათი არ ჩამომსლია. მოდით აქ გავხსნათ ეს ამანათები დაჩქარებული რეჟიმით. აი ეს არის მეგობრებო ამ ამანათების შემცველობა. როგორც ხედავთ, აქ ზოგიერთი ნივთი უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ალბათ ხედავთ, შემიძლია გადავაწყო და გაჩვენოთ. აქ არის მიკროფონები, სტუდიური მიკროფონები, აი ეს 6 ცალი, ერთი შეგვიძლია გავხსნათ. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია შეფუთვა, როგორც ხედავთ. ჩაღუნული, აი მაგალითად, აი ეს თუნდაც აი შეგიძლია შეაფასოთ როგორ გამოიყურება. აი საერთოდ უთხრობა ვიღაცა დააჯდა, მაგრამ შიგნით პარალონის სპეციალური მასალა არის, რომელიც იცავს დაზიანებას, აუცილებლად შევამოწმეთ მიკროფონებს ყველას. ნუ როგორც იცით სტანდარტულად ყველას. აი ესეთი მიკროფონია, არ ვიცი ფოკუსში კარგად ჩანს თუ არა. აი ესეთია 6 ცალი მიკროფონი. ეს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, შეგიძლიათ გუმული იქნება თორცდები აქ იქნება, აი აქეთ არის, არ რომელიღაცა მხარეს იქნება. შეგიძლიათ ნახოთ ამ მიკროფონის განხილვა, ვიდეო განხილვა, ასევე მოусმინოთ ხმას. გარდა ამისა, ასევე თქვენთვის ნაცნობი არის აი ეს ორი ნივთი. ეს არის pop ფილტრი, რომელიც გამოიყენება მიკროფონისთვის. აი ესეთია. აი ესეთია, საკმაოდ კარგი ხარისხისა, არც თუ ისე ძვირიღის, დაახლოებით 17 ლარამდე ჯდება, 20 ლარამდე. ნუ კონკრეტულად GearBest-ზე. ეს შეგვიძლია ჩავდოთ აქ. ეს გადავდოთ ეს ორივე. ხოლო ნივთები, რომელიც დარჩა, ეს შეგვიძლია ესე დავდოთ. აი ეს ნივთებია, რომელისთვის გადავიდეთ მაგიდასთან და ნახოთ რა არის ამ ნივთებში, ამ ყუთებში უბრალოდ. აი მეგობრებო, ესეც როგორც ხედავთ უკვე მაგიდაზე გვიდევს ის ყველა ნივთი, რომელიც ნახეთ. პირველ რიგში დავიწყოთ აი ამ ნივთით, ეს დროებით გადავაწყოთ. ეს არის მეგობრებო Xiaomi-ის ორიგინალი micro USB მავთული. ჩემი Samsung-ის ორიგინალი მავთული დაზიანდა, ამიტომ მომიწია შეძენა და არჩევანი გავაკეთე Xiaomi-ზე. მეც გირჩევთ ამ კომპანიის ესეთ აქსესუარებს, რადგან ხარისხიანი მავთულებია, ასე რომ თქვენს ტელეფონებს ნუ დააზიანებთ იაფასიანი მავთულებისაგან, ასე ჩემგან რჩევა გექნებათ ეს, რადგან ძალიან ბევრს დაუზიანდა, აუფეთქდა უხარისხო მავთულებით, ასე რომ შეიძინეთ ხარისხიანი მავთულები ამაში ნუ დაზოგავთ ფულს. ნუ როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება შეფუთვა, სტანდარტული Xiaomi-ის ლოგო, ესეთი ტიპის ნივთები ძირითადად ასეთ შეფუთვაში მოდის. მე ხარისხი ძალიან მომეწონა, უკვე გავტესტე. ცოტათი უხეშიცა, შეიძლება ამის ერთ-ერთი მინუსი ეს არის მხოლოდ, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს დეტალები არის ძალიან მყარი, არ დაზიანდება მალე, მეჭვი მაქვს რომ მალე დაზიანდეს, არ დაზიანდება. USB პორტიც თვითონ კარგად არის დამაგრებული, მყარად არის ყველაფერი, არ მერყეობს არაფერი, ასე რომ გირჩევთ ამ კონკრეტული შეძენას, დაახლოებით $3 ღირს და გირჩევთ
ამ შეძენა სხვა იაფასიან მავთულებისთან შედარებით, ასე რომ გაითვალისწინეთ, Xiaomi მსოფლიო ბრენდია და შესაბამისად ის აწარმოებს ხარისხიან პროდუქტებს. მეტი ვერაფერს ვერ გეტყვით, გავტესტეთ, ჩვეულებრივად მუშაობს, ამის ჩვენებას აზრი არ აქვს. ეს გადავდოთ, შემდეგი არის მეგობრებო აი ეს ორი ნივთი. აქ არის მეგობრებო მაუსები. აი ესე შეგვიძლია ორივე ამოაწყო. ეს არის ფერადი მაუსები, თუ არ ვცდები 7ღილაკიანი გეიმინგ მაუსები. ცოტათი განსხვავდება ვიზუალურად, მაგრამ კონსტრუქცია ფაქტიურად ერთი და იგივეა. შემიძლია ამოაწყო. აი ესე. აი ესე გამოიყურება. ფაქტიურად ორივე ერთნაირი კონსტრუქციისა, მაგრამ მცირედ სხვაობები არის, ვიზუალური მხარეა. ღილაკები ყველა არის კლიკაბელური, აი ეს 1 2 3 4 5 6 7 ღილაკიანი მაუსია, ორივეს აქვს ფერადი განათება. აი ესე გამოიყურება ორივე მხარეს, აი აქ გეიმინგ მაუს აწერია, აქ არაფერი არ აწერია. ხელში კარგად ზის, კარგი მასალისაგან არის დამზადებული და ერთი სიახლე, მეგობრებო, ერთი პატარა ინფორმაციას მოგაწოდებთ, თუ ეს ვიდეო დააგროვებს 500 ლაიქს, დავიწყებ აი ამ მაუსის გათამაშებას, აი ამ კონკრეტულად ამ მაუსის გათამაშებას, ასე რომ იაქტიურეთ. რაც შეეხება მავთულებს, აქ არის ნაჭერისგან დაფარული მასალა. მასალა არის თვითონ ნაჭერი, ხოლო ეს არის რეზინი გადაკრული. ანუ ცოტათი სხვაობა აქვს კონსტრუქციას, მაგრამ ორივე ხარისხიანი USB პორტებიც, როგორც ხედავთ, ესეთი მძლავრი მყარი მასალისგან დამზადებული პლასმასია. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ნამდვილად, ალბათ უკვე ჩემს ვიდეოებში ნახეთ ეს მაუსები, ასე რომ თუ გაქვთ სურვილი შეძენის, ბმულები იქნება აღწერაში. გადავიდოთ ესენი და ბოლო ნივთები არის მეგობრებო, აი ესენი. თუ ჩემს Facebook გვერდს ადევნებთ თვალყურს, უკვე ნახავდით. ეს არის მეგობრებო, Legos მსგავსი კონსტრუქტორი. აქეთ მხარეს არის ბანანის ფორმის, ანუ თუ ავაწყობთ ამ ყუთში არსებული დეტალებისგან მივიღებთ ბანანს, ხოლო აი ამ შემთხვევაში მივიღებთ ლუიჯის. ნუ საკმაოდ კარგი შეფუთვა. მე უკვე ვერ შევიკავე თავი და უკვე ამოვიღე და ავაწყე კიდეც და ასე რომ დაშლილი მდგომარეობით გაჩვენებ თქვენ როგორ გამოიყურება. თუ გაინტერესებთ ამ კონკრეტულის ცალკე ვიდეო აწყობის ტაიმლაპსის რეჟიმით, თქვენი ლაიქებით მივხვდები რომ გსურთ ესეთი ვიდეო გადავიღო, დავდებ აუცილებლად თუ ლაიქები მეტი იქნება, თუ 100 ლაიქსი ავა ეს ვიდეო, აუცილებლად იქნება ტაიმლაპსის რეჟიმით ამის აწყობა. ნუ რაც შეეხება დეტალებს, არის ძალიან პატარები. ვეცდები გაჩვენოთ რამოდენიმე დეტალი. აი მეგობრებო, რა პაწაწონა დეტალებია, ძალიან პატარებია, ასე რომ გავთხილებთ ესეთი ტიპის ნივთები ბავშვებს არ მიცეთ, რადგან შესაძლოა გადაყლაპოს და შეიძლება პრობლემები შექმნათ. ეს როგორც მოგეხსენებათ, მაინც და მაინც არ არის მორგებული ბავშვებისათვის. მე მგონი უნდა ეწეროს კიდეც წლები, აი აწერია როგორც ხედავთ 4 ages 9 end up, ანუ 9 წლის ზემოთ, ასე რომ გირჩევთ პატარა ბავშვებს ესეთი ნივთი არ შეუძინოთ, რადგან საშიშია ჯანმრთელობისათვის. ნუ დეტალებს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული, არა აქვს სუნი, ერთმანეთში კარგად ჯდება, არ მერყეობს, აი როგორც ხედავთ რთულია, მოხსნაც კი, აი ეს გამოიყურება. დამაგრებით ერთმანეთში ჭრილი არ რჩება, რადგან ეს დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან უხარისხო ნამდვილად არ ჩანს. რთულიცაა ცოტათი მოხსნას შემდეგ. მე უკვე გავტესტე, ძალიან კმაყოფილი ვარ. სურათებს ნახავთ ჩემ Facebook გვერდზე, რომლის ბმული იქნება აღწერაში, ასე რომ თუ იქნება 100 ლაიქი ამ ვიდეოზე, ტაიმლაპსის რეჟიმით დავდებ სრულ აწყობას აი ამ კონკრეტული ნივთის. როგორც ხედავთ, ასე მოყვება ინსტრუქცია.
აი ესეთი ინსტრუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, დროს მოითხოვს მოთმინებას და თავარი ის არის, რომ ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, ასევე არც ერთი ნაწილი არ აკლდა, ყველა მთლიანობაში რაც ხედავთ, იმ კონსტრუქციას მივყევი, ერთი ნაწილიც არ დამრჩენია, მეგობრებო. აი ესე გამოიყურება და ბოლოს ვიღებთ, სულ ბოლოს ვიღებთ აი ამ შედეგს, ასე რომ Facebook გვერდზე გადავით აუცილებლად და ნახეთ ამ კონკრეტული ნივთის სურათები თუ როგორ გამოიყურება. სრული შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ბმული იქნება აღწერაში. ეს რაც შეეხებოდა ბანას და ფაქტიურად იგივე არის ესეც, ანუ უბრალოდ კონსტრუქციაში არის განსხვავება, მაგრამ მოდით გავხსნათ ესეც, ვნახოთ ეს კონკრეტული შედგება 160 ნაწილისაგან, ხოლო აი ეს კონკრეტული შედგება 87 ნაწილისაგან, აი ჩანს კიდეც. აქაც ისევ თუ არ ვცდები წერია ამ შემთხვევაში წერია not for children under 3 years, აი როგორც ხედავთ, მაგრამ მე აი მაგალითად for ages 14 წლიდან არის რეკომენდირებული, ესე ვთქვათ, პატარა ბავშვებს არ მიცეთ გაფრთხილებთ. ესე როგორც ხედავთ, ხსნით ხდება რა თქმა უნდა ინსტრუქცია დეტალური, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან დიდი პლუსია ამ კომპანიის მიერ წარმოებული ამ ნივთისგან. აქ ხედავთ რა ნივთები მოყვება, აქ არის ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილი, თუ როგორ უნდა ააწყოთ. აი ესე გამოიყურება და ბოლოს ვიღებთ აი ამ შედეგს. მე უკვე ავაწყე კიდეც. უბრალოდ დღეს მინდა გაჩვენოთ დაშლილ მდგომარეობაში. ნუ ესე გამოიყურება ესეც, არაფერი სხვაობა, განსაკუთრებული ყველა დეტალი მოყვება, არ აკლდებოდა არც ერთი არ დაკლებია და კიდე დარჩა დამატებით სათადარიგო 10-15 ცალი ესეთი ნივთი, ანუ თვითონ ეს ფორმები და თუ დაგვეკარგება რამე, შეგვიძლია გამოიყენოთ სათადარიგო. მეტი რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო ამ კონკრეტულზე, მე კმაყოფილი ვარ შენაძენით, არღის ძალიან ძვირი, დაახლოებით თუ არ ვცდები ლუიჯიში მივეცი 3 თუ 4 დოლარი, ამ ბანანის ფორმაში მივეცი დაახლოებით 1 დოლარი, ანუ 2 ლარ ნახევარი მიახლოებით. მეტი რა შემიძლია გითხრათ ამ ყველა ნივთზე, ყველა ნივთის ბმული იქნება აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ, ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის GT Store წერტილი-ml-ის მონახულება, რომლის ბმულიც აღწერაშია, კითხვები დაწერეთ კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ ლაიქები, ასე რომ თქვენ ლაიქებზე არის დამოკიდებული აი ამ მაუსის გათამაშება, რა თქმა უნდა წესებზე მე შევთანხმდებით რა და როგორ Facebook გვერდზე მე დავაპოსტავ ჩემს ვარიანტებს გათამაშების, მინდა რომ წესები შევცვალო გათამაშების, ასე რომ იაქტიურეთ. ყველა ნივთის ბმული კიდევ ერთხელ გიმეორებთ იქნება აღწერაში. კითხვები დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Facebook გვერდზე, აუცილებლად დაელაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი. დღეისთვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. კარგად ზანდებოდეთ.